მინდა ქრისტესშობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცო პირველ რიგში ჩემ მეგობარ კონსტანტინეს, რომელიც ამ წუთას უკრაინის საავადმყოფოში რეანიმაციულ დაყოფილებას წევს და კურნალობს. ყველა იმ მებრძოლს, ქართველ მებრძოლს თუ უკრაინელ მებრძოლს, რომლებიც ამ სიცივეში და ყინვაში და ბომბების ქვეშ სანგრებში არიან გამაგრებული და იბრძვიან თავისუფლებისთვის. მინდა მიულოცო, რა თქმა უნდა, პირველ რიგში იმ პოლიტპატიმრებს, რომლებიც ამ წუთას ციხეში არიან და ყველა პატიმარს სხვათა შორის. და მინდა მიულოცო პირველ რიგში იმ ადამიანებს, რომლებიც გუშინ რუსთაველზე შობის დღესასწაულს შეხვდა რუსთაველის ქუჩაზე და მინდა მიულოცო ყველა იმ მართლა მორწმუნე ადამიანს, ვინც ქრისტეს შობით ეზიარა სიყვარულს, გაგებას, მოთმენას და ბრძოლას. აი ყველა ამ ადამიანებს მინდა მიულოცო ქრისტეს შობის დღესასწაული და მინდა უსურვო, რომ დამთავრებული იყოს მალე უკრაინაში ომი უკრაინის გამარჯვებით, რა თქმა უნდა, და დამთავრებული იყოს მალე საქართველოშიდაც ეს ყველაფერი, რაც ახლა ხდება, ქართველი ერის გამარჯვებით, ანუ ქრისტეს გამარჯვებით, ანუ სიყვარულის გამარჯვებით, ანუ ურთიერთგაგების გამარჯვებით, ურთიერთგატანის გამარჯვებით. გილოცავთ.